მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ნორვეგიელმა სპეციალისტმა დაასახელა მიზეზები, რომლის გამოც 24 წლის გარემარბმა კალიარისთან გამართული ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა. ზურიკო დავითაშვილი სამკურნალოდ დავტოვეთ. მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და იმედი გვქონდა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა. მაგრამ მატჩის წინა დღეს გამართული ვარჯიშის დასრულების შემდეგ კუნთი ასტკივდა. ექიმებმა შეამოწმეს და გადავწყვიტეთ გუნდთან ერთად არ ყოფილიყო. ცნობისთვის ფრანგული გამოცემის ფუტმერკატოს ინფორმაციით დავითაშვილს სენტ-ეტიენის დატოვება სურს და სწორედ ამიტომ ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში თამაშზე უარი თავად განაცხადა. ზურიკოს რამოდენიმე მსურველი ყავს და ქართველ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ამ ზაფხულს ადგილსამყოფელს გამოიცვლის. შესაძლო ტრანსფერზე ფრანგულ პრესაში კვლავ აქტიურად წერენ. ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაში არ სურს. სენტ-ეტიენის დატოვებაზეა ორიენტირებული. ცნობილმა გამოცემა ფუტმერკატომ ზურიკოს მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა და ბოლო ცნობები გაგვიზიარა. ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის ერთ-ერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელია. ჩვენი ბოლო ინფორმაციით ბორდოს ყოფილი მოთამაშე რენის, სტრასბურგის, სევილიას, გლადბახისა და ევერტონის ყურადღების ცენტრშია. რა არის მთავარი პრობლემა? სენტ-ეტიენი წინადადების მოსმენასა და 24 წლის გარემარბის გაშვებას არ აპირებს. ნიშნულობა არ აქვს, რა თანხას შესთავაზებენ. ზურიკო არ იყიდება. დავითაშვილი შექმნილი სიტუაციით გაღიზიანებული და აღშფოთებულია. მას სურს ახალ ამბიციურ გამოწვევას გაუმკლავდეს და სწორედ ამ მიზეზით წინა სასეზონო ეტაპზე პარიზთან და კალიარისთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ქართველი ფეხბურთელის პოზიცია ნათელია და მისი ამოცანაა უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე გუნდში გადავიდეს. სასურველია ეს კლუბი ევროტურნირზე გადიოდეს. წერს ფუტმერკატო. საინტერესოა, რომ დავითაშვილს რამოდენიმე კლუბს აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ ევერტონისა და გლადბახის ვარიანტი პირველად გაჟღერდა. ზურიკოს სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ტრანსფერ მარკეტზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა. ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა ქართველის კარიერაში და კლუბის მიდგომა ამას რძენია. თუ ფეხბურთელს არ სურს თამაში და რაღაც არაკმაყოფილებს არ უნდა დააძალო, რადგან ეს კლუბისთვისაც საზიანოა. უფრო ლოგიკურია ის გაყიდო და შეიძინო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გულის ჩადებას შეძლებს. ჩემი აზრით, დიდი ხანია რაც ზურიკომ ლიგა 2-ის დონე გადაიზარდა. მინდა რომ ზურიკო ყველამ ერთად გავამხნეოთ და კომენტარებში დავწეროთ #ზურიკო შენთან ვართ. მე კი შეგახსენებთ, თუ რაიმე მიზეზის გამო არხი ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, გამოვასწოროთ ეს შეცდომა. უმეტესობა უყურებთ ჩემ ვიდეოებს, რაც ძალიან მახარებს და იგებთ სიახლეებს ქართველ და უცხოურ ფეხბურთელებზე, ხოლო ეს ყველაფერი ორივე მხარესთვის მომგებიანი რომ იყოს, ამისთვის საკმარისია ერთი ღილაკის დაჭერა. კომფორტულად მოკალათდით და ჩვენ ვიწყებთ. 2024-25 წლების სეზონი პარი სენ-ჟერმენის არსებობის ისტორიაში საუკეთესო გახლდათ და ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ პარიზის გრანდის წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რასაც არა მხოლოდ ქართველები, არამედ აბსოლუტურად ყველა საფეხბურთო ექსპერტი თუ ვეტერანი მოთამაშე დაუფარავად აღნიშნავს. ამის დასტურია ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტნის მარსელ დესაის ინტერვიუ, სადაც მან PSG-ს ბრწყინვალე ასპარეზობის მთავარ შემოქმედებად ლუის ენრიკე და კვარაცხელია დაასახელა. სანამ ლუის ენრიკე სენ-ჟერმენს ჩაიბარებდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ მწვერვალებს დაიპყრობდა. აბა ერთი წუთით დაფიქრდით და გაიხსენეთ, რა სიტუაცია დახვდა მას გუნდში. გაუთავებელი კონფლიქტები და პირისპირება ფეხბურთელებს შორის და არაჯანსაღი ვითარება. ამას დაემატა ისეთი ვარსკვლავების წასვლა, როგორებიც ლიონელ მესი და ნეიმარი იყვნენ და მალევე კლუბი კილიან მბაპე მათ დატოვა. თუ ვინმეს გონია, რომ ადვილია მბაპეს დონის ფორვარდის გარეშე დარჩენა, რომელმაც თავის ბოლო პარიზულ სეზონში 44 გოლი გაიტანა, ძალიან ცდება. ამ ყველაფრის შემდეგ ენრიკემ რა გააკეთა? დააწინაურა ახალგაზრდები. საუბარი მაქვს ბრედლი ბარკოლაზე, დეზირე დუეზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც ლუჩოს მსგავსად PSG-ში რაღაც განსაკუთრებული მოიტანა. თუ მანამდე ყველას და მათ შორის მეც კვარა მხოლოდ მარცხენა ვინგერი გვეგონა, PSG-ში დაგვარწმუნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მარჯვნივაც ითამაშებს. დაცვაშიც და 90 წუთის განმავლობაში 13 კილომეტრს უპრობლემოდ დაფრინავს. ცნობისთვის ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს 2025 წლის იანვარში შეუერთდა. მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გიორგი ქოჩორაშვილმა სპორტინგის მაისურით პირველი
ოფიციალური მატჩი ჩაატარა. პორტუგალიის სუპერთასის შეხვედრაში ლომები ბენფიკას დაუპირისპირდნენ და მატჩი არწივების გამარჯვებით დასრულდა 1-0. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. მეხუთე წუთზე სპორტინგმა გოლი გაიტანა და თავი პედრო გონსალესმა გამოიჩინა, თუმცა მისი დარტყმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. მატჩის ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე გავიდა. ვანგელის პავლიდასის დარტყმის შემდეგ სპორტინგის მეკარემ რუი სილვამ შეცდომა დაუშვა და ბენფიკა დაწინაურდა. ქოჩორაშვილი მოედანზე 69 წუთზე შევიდა. გიორგი ბურთს 21-ჯერ შეეხო და 16-დან 13 ზუსტი გადაცემა გააკეთა. ქოჩომ ერთხელ ჩააწოდა და ბურთი პირდაპირ ანატოლი ტრუბინს მიუვიდა. ორიდან ზუსტი გრძელი პასი ჰქონდა და ბურთი 6-ჯერ დაკარგა. ცნობისთვის პორტუგალიის ჩემპიონატი მომდევნო კვირას გაიხსნება და სპორტინგი პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს. 8 აგვისტოს თბილისის დროით 23 საათსა და 15 წუთზე ლომები კასაპიას დაუპირისპირდებიან. წარმატებები გიორგი ქოჩორაშვილს და იმედია ის თავს წარმოიჩენს როგორც პორტუგალიის ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირზე. გიორგი მიქაუტაძის ლიონი ამხანაგურ მატჩში მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდა. ალიანს არენაზე გამართულ შეხვედრაში რეკორდმაისტერმა გაიმარჯვა 2-1. მიქაუტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველ ტაიმში ორი გამორჩეული მომენტი ჰქონდა. 21 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა დასარტყმელ პოზიციაზე აფონსო მორეირა გაიყვანა, თუმცა მის დარტყმას მანუელ ნოერის კართან ხიფათი არ მოყოლია. 38 წუთზე უკვე თავად მიქაუტაძე ურტყავდა საჯარიმოს გარედან, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. მიქაუტაძე ფონსეკამ 82 წუთზე შეცვალა. სოფოსკორმა კი ქართველი ფორვარდის თამაში 7.2 ქულით შეაფასა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 1 მოგებული ორთაბრძოლა, 29 შეხება ბურთთან, 19-დან 15 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 2 დარტყმა კარისკენ და 1 ჩაჭრა. მიქაუტაძემ 8-ჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ დაჯარიმდა და მეტოქესაც ერთხელ დაარღვევინა წესები. დღევანდელი ჩვენი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააჭირე ლაიქის ღილაკს. მადლობა რომ ჩვენთან ხართ და აფასებთ ამ შრომას. მე კი მალე დაგიბრუნდებით და აბა წარმატებები.